ისევ მოგესალმებით ანაკლის სანაპიროდან და საინტერესო რა არის იცით მეგობრებო, კარგი არის რა, ნახეთ. კარგი არის, როდესაც ანაკლიას ეპოტინება, ესე იგი, ხან ჯოჯო, ხან რეპტილოიდი, ხან ინტერნეტი არ არის აქ კარგი. ცუდი ინტერნეტი, ჩემთან არის ცუდი ინტერნეტი. ხო და ხან კიდე ის ეპოტინება, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ უშვება. ესე იგი, დაწყებულა 2016 წელს დაიწყო, ხო, რაღაც პროექტი ამერიკამ დაიწყო რაღაც არა, ქართული და ამერიკა ფირმა ერთად. ქართული და ამერიკული ფირმა არის ორგანიზაციამ დაიწყო აქ პორტის აშენება, არ გამოუვიდათ. მერე 2024 წელს დაიწყო კიდე ამერიკამ, არა, აქ უკვე დანიამ და არც იმას არ გამოუვიდა. მერე ჩინეთმა დაიწყო და მე მგონი არც იმას არ გამოსდის. საინტერესო ხა რა არის, იცით? ასეთ ლამაზ ადგილზე დიდი ენერგეტიკა იგრძნობა აქ აშკარად. არის ესეთი მომენტი რა, ერთ რამეს დავაკვირდი. ერთი ის რომ ძალიან ლამაზია. არა ხალხმრავალი სანაპიროს მონახულება, გასეირნება. და მეორე მხრივ არის ესეთი რამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მცირეა და მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე ვართ და მიუხედავად იმისა, რომ შიშველი ქალები დადიან, აბსოლუტურად არანაირი რეაქცია არ მაქვს შიშველ ქალების დანახვაზე. არანაირი რეაქცია რა, რომ არ განვიკითხავ, ეს როგორ აცვია, ტანგა როგორ აცვია, იქ როგორ უჩანს დუნდულა და ასე შემდეგ. ხა რა მაინტერესებს, ჩემს უღრეს ვეკითხები რა. და თქვენს მინდათ რომ კითხოთ. თუ კი ამ ადგილზე შიშველი ქალის დანახვა არაფერს არ წარმოადგენს, არც მამაკაცისთვის და არც ქალისთვის, არც მოხუცისთვის და არც ბავშვისთვის, რატომ ასე არ ხდება თბილისში მაგალითად, სადაც მართალია ზღვა არ არის, მაგრამ მერე რა? ანუ, იცი ხანდახან ესეთი რაღაც გამიჩნდება ხოლმე აზრი, რომ პლიაჟზე ესე უნდა მოვიქცეთ, თბილისში ესე უნდა მოვიქცეთ, მთაში ესე უნდა მოვიქცეთ და რაღაცა და პროგრამები დევს, რომელიც რაღაც სადღაც ჩაგვიდეს და იმის იქით ვეღარ ვცდებით. თუ მაგალითად პლიაჟზე მე და შენ, ვინც ვიყურ, მე და შენ ვნახავთ ერთმანეთს ნახევრად შიშვლად, არაფერი არ არის და ჩვეულებრივი საკითხია. ჩვენ მე და შენ რომ თბილისში ესე შიშვლად ვნახოთ ერთმანეთს, შეიძლება გაგვიკვირდეს. უი, დედიკო, რა ხდება? შიშველი არასდროს მინახი ხარ. ახლა შიშველი დაჟე შიშვლები ცოტა დიოდნენ, ხო? რა ვიცი, 64 შიშვლები დადიოდნენ და კაი, გავარებოთ მაგას თავი. მე სულ მაინტერესებს და სულ მაქვს ეს კითხვა, იქნებ თქვენ გქონდეთ ამაზე პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილზე, სადაც ხალხმრავლობაში შიშველი სიარული არაფერს არ წარმოადგენს, ამაზე 10-ჯერ უფრო ხალხმრავლობა არის თბილისში და შიშველი სიარული როგორაც და ტრაკი უჩანს და ის უჩანს და დუნდულა და ძუძუ და ეს და ის. რატო ხდება ესე? ანუ რა ხდება ადამიანის თავში ამ დროს? შეგიძლიათ მითხრათ? არა და იგივეს ადამიანები აქ პლიაჟზე რო ნახოთ, ხო? არანაირი რეაქცია არ გიქნებათ. ჩვეულებრივად გავულით გვერდში, არც შეხედავთ, არც განიკითხავთ, არც ალბათ შეიძლება შეხედავთ. და თბილისში რო ნახოთ იგივე ხალხი არ მოგეწონებათ და რას ვთამაშობთ? მაინტერესებს რას ვთამაშობთ რა. ძალიან მაინტერესებს. ვინ დააპროგრამა ეს საზოგადოება, რომ ძალიან კარგად მოერგო საზოგადოება ამ პროგრამებს რა, ისე რომ ვეღარ გამოდის ამ პროგრამიდან. მაინტერესებს ძალიან.
გამეცით პასუხი რა. რატო ხდება ესე? მე ვისურვებდი რომ როდესაც აი მართლა გეუბნებით რა, ეხლა ქალის სხეული, აი ქალის სხეული, ხო? ქალის სხეულის დანახვა თანაც მით უმეტეს შიშველ მდგომარეობაში, კაი ხა, საცვალი ეცოს და ლიფი თუ ვთქვათ, აი ძალიან სტოპი. არის ძალიან ლამაზი. მართლა გეუბნებით, აი ულამაზესი სხეული აქვს ქალს. ასევე მამაკაც, როდესაც ის არის ფორმაში. მე ძალიან მიყვარს ლამაზი სხეულის მქონე ადამიანების ყურება, როდესაც ისინი ფორმაში არიან. მაგალითად მამაკაცის მაისურის გარეშე ყურება ძალიან მიყვარს, მე თვითონ მომწონს. ასევე ლამაზი ქალბატონის ტანის და ხილვა მომწონს ბიკინში მაგალითად, იმიტომ რომ ლამაზია რა, ანუ რა ღმერთის ქმნილებაა და ისეთი ლამაზია ზოგი რომ ხანდახან ფიქრობ რომ აი როგორ შექმნა ღმერთმა ესეთი ლამაზი ქმნილება, ხო? და როდესაც ის ჩაიცმევს შარვალს, პალტოს, მანტოს, ტუფლებს და ასე შემდეგ, თითქოს ეს სილამაზე კარგავს მე რაღაც თავის ხილს. აქედან გამომდინარე, აი ამ დაგრუზულ ხალხს თბილისში, მე მგონი, უფრო მეტად სჭირდება აი ამ სიმსუბუქის დანახვა, შიშველი კანის დანახვა. გესმით? სიშიშვლეზე ადამიანს არ უნდა ქონდეს რეაქცია. ეს იქნება უკვე ზენში ასული ადამიანი, იმიტომ რომ როდესაც შენ სიშიშვლე არ აგაღზნებს, ესე იგი შენ უკვე ღმერთში ხარ გაერთიანებული, გაღმერთებული ხარ, იმიტომ რომ შენ მოგწონს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არის ზენში ასული, დაინახავს შიშველ ადამიანს და იტყვის, ой, ეს რა ხდება? ლამაზია, აი უბრალოდ ლამაზია შიშველი ადამიანის დანახვა რა. მით უმეტეს თუ ეს სხეული არის მართლა ფორმაში. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, როდესაც ამას დაუკვირდებით, რომ ჩვენ სხეული კი არ უნდა დაგვემალა, არამედ სხეული იმდენად უნდა გაგვეძლიერებინა, რომ ჩასაცმელი არ დაგჭირვებოდა სხვისი თვალის ასახვევად, რომ აი ეს ქონები უფრო მეტი მაქვს და აქ ცოტა ზედმეტი მაქვს და მოდი ახლა ზემოდან გადავიცმევ რაღაცას, რომ ეს ქონი დავმალო. ჩვენ უკუღმა მოვიქეცით რა, კი არ უნდა დავმალოთ, უნდა გამოვაჩინოთ, რომ აი ამ ქონზე იმდენად ვიმუშაოთ და სხეულზე, რომ ეს ქონი გაქრეს. ჩვენ თუ რამდენადაც დავმალავთ ამ ქონებს და ამ ზედმეტ რაღაცეებს, ხო, აი მე მაგალითად ჩემ სხეულში ერთადერთი დისკომფორტი მაქვს, ეს არის მუცელი რა, რომელიც შობიარობების შემდეგ ვეღარა და ვეღარ ჩავიყენე ფორმაში. აი აღარ შემიძლია კი რა, ვერ და ზარმაც ვარ, რომ ვივარჯიშო, გესმი? ხო და იმიტომ ვარ ზარმაცი, რომ აგერ კაბას ჩავიცმევ, მაიკას ჩავიცმევ, იმას ჩავიცმევ, დავიფარავ და შევავითებ არაფერი. რა კარგია ცხოვრება. მოდი გარეთ გავაცოთ მზია. სინათლეა და აქედან გამომდინარე, ჩემო კარგებო, მე მგონი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთ რამეზე რა. ფორმაში ჩადგომაზე. ფორმაში უნდა ჩავდგეთ. მართლა. აი ნახეთ, ძალიან ლამაზია ანაკლია. მე ძალიან მომეწონა. არ ყოფილვარ აქამდე არასდროს რა და
ხო და თან მე არ მიყვარს ძალიან ბევრი ხალხი რო არის და რაღაც საშინელება ვაჭრობები და მარტო ვაჭრობაზე რო არის ხალხი გადასული, არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები. აი ეს ვითარება არის ძალიან კაი. ხა მარინოს ვეუბნებოდი რომ მარინოსი ჩემი მეუღლეა. მარინოს ვეუბნებოდი რომ აქ ვერ გაკეთდება მეთქი ვერაფერი, იმიტომ რომ ამ ადგილს დაცვა აქვს თქო როგორ ჩანს რა. ესე იგი სამჯერ დაიწყეს აქ პროექტის განხორციელება და სამჯერვე შეჩერდნენ. რატონი და? იმიტომ რომ რაღაცა აქ ზეციდან რაღაცას იცავენ. ძალიან დიდი ენერგეტიკა აქვს. მე ხო გრძნობ ახლა აქ რომ მართლა დიდი ენერგეტიკა რაღაცა მნიშვნელოვანი ადგილია. ეხლა მოვარდებიან და რა მაგარი სონგი გაიჩნდა? დავით. აი მითხარით რა უბრალოდ რა. თბილისში რატო არ გიყვართ შიშველი ხალხის დანახვა და პლიაჟზე რატო გიყვართ შიშველი ხალხი? რატო? იმიტომ რომ ზღვა არის და ჩადიან იქ წყალში? მე რა კაცო? რა პრობლემაა? არანაირი პრობლემა არ არის თბილისში წარმოვიდგინოთ რომ წყალია და ზღვაში უნდა ჩავიდეს ხალხი. მე მაგალითად მართლა მიგვირს ეს ამბავი რა. პასუხი მაინტერესებს თქვენი. აი თქვენ რატომ ფიქრობთ რომ თბილისში როცა დადის ქალი ან კაცი პლავკისებურ ფორმაში ეს რაღაცა უცნაურია. აი რატომ ფიქრობთ ესე? რომელი პროგრამის მიხედვით ფიქრობთ ეგრე? მაინტერესებს რა თუ დაფიქრებულ ხართ მაგაზე. თუ დაფიქრებულ ხართ, მომწერეთ. თუ არ დაფიქრებულ ხართ, ისიც მომწერეთ რა.